რა უნდა გააკეთოს მთავრობა და რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი ყავდეს ინტერნეტს საქართველოში. მოკლედ რამდენიმე საკითხია, თუ რა მდგომარეობა ინტერნეტის თავისუფლების კუთხით საქართველოში. საქართველოში აქტიურად მომუშავე პირები ნაკლებად უჩივიან უჩიოდნენ და უჩივიან სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლას ან ცენზურის შემთხვევებს. ვინ ფლობს იმ კომპანიებს, რომელიც გვაწოდებს ჩვენს ინტერნეტ და არამარტო ინტერნეტ სერვისს. ასევე გამოიკვეთა, რომ ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც არც იმალებოდა ონლაინ სფეროში და მაუწყებლობის განცხადება და გაფრთხილება, მთელი რიგი სენსიტიური ინფორმაციისა და განსაკუთრებით მაკომპრომიტირებული ხასიათის ინფორმაციისა ამ პირების თაობაზე. სამწუხაროდ რომ არც პირებს რომელსაც არ ჭირდება ინტერნეტი, ან მიაჩნია, რომ მას არ ჭირდება ინტერნეტი. კარგი იქნება თუ საზოგადოებრივ თემას და კომპანიების ჩართულებებიდან საზოგადოებრივ ინტერნეტის განვითარებაში საქართველოში. ჩვენი ინფორმაციის საკსტატის მონაცემების სხვა სტრუქტურების მიხედვით, აი 29% რომელსაც აქვს ცუდობა ინტერნეტზე, არის ზუსტად ის 29%, რომელსაც აქვს კომპიუტერი. ამიტომ ეს ფლობელობა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბარიერი იმისადმი, რომ იყოს მოთხოვნა ინტერნეტზე. ჩვენ თვითონ საზოგადოება როდესაც ვსაუბრობთ 29% მოიხმარს ინტერნეტს, ეს არნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ეგრეთ ავტომობილი ასე კიბერფრენდლი საზოგადოება, იმდენობით რომ ჩვენ ინტერნეტში ჩვენი საქმიანობის დიდ ნაწილს ვახორციელებთ, არ არის ეს. ჩვენ როგორ ახასიათებთ აი ამ რეკომენდაციას, რომ ფლობელობა იყოს გამჭვირვალე. გამჭვირვალე, მაგრამ მეორე მხრივ ბიზნესის ინტერესებიდან გათვალისწინებით შესაძლებელია ესეთი მომენტები, როდესაც აბსოლუტურად კანონიერად რაღაც სამშაკეთება არ არის. თუ გავითვალისწინებთ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას, მაგალითად Google წელიწადში ერთხელ აკვირდებს იმ ინფორმაციას, რომელიც მონაცემების დაგეგმებული, ანუ ის სახის ინფორმაცია, ის გადასცეს რა სახის ინფორმაცია, რა მოთხოვნა არსებობს, ანუ რამდენად მიგაჩნიათ საკანონმდებლო ხმის არასწორ შემთხვევაში ნებაყოფლობით ეს ინფორმაციაც გავაცნო. ჩვენი მეილები, ნებისმიერი ჩვენი ვიზიტი სხვადასხვა საიტებზე, რამდენი ხანი ინახება თქვენთან? ანუ არის ესეთი რაიმე განსაზღვრული პერიოდი, რომ იცით რამდენი ხანი ინახავთ, მერე შლით, ვის აწვდით, როგორ აწვდით? დაცული ვარ, რომ მარტო სასამართლოს განჩინების შემდეგ გაიცემა ეს ჩემი პირადი ინფორმაცია, თუ აი რა გარანტიები მაქვს მაინტერესებს? მე ამაში დიდი სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ დიდი სპეციალისტი არა ვარ ამაში, მაგრამ რამდენიც ვერვის ეს ინფორმაცია უბრალოდ არ ინახება. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ესეთი მონაცემის გადაცემა სასამართლო სანქციის გარეშე არის უკანონო. იგივე ევროკავშირში ეს მხოლოდ სასამართლო სანქციის შემთხვევაში შეიძლება 6-დან 24 თვემდე გაგრძელდეს. იყო შემთხვევები არჩევნებამდე განსაკუთრებით, როდესაც ესეთი მონაცემების და მონიტორინგის განხორციელება იყო უვადო. მათ შორის სასამართლო სანქციების მხრიდან, რაც არის აბსოლუტურად უკანონოება და მონაცემთა დაცვის ყველა საერთაშორისო კონვენციას ეწინააღმდეგება. თუ იქნება მომართვა შინაგან სამინისტრო და ჩვენ ვალდებული ვართ წერილობით მოთხოვნა, ვალდებული ვართ წერილობით მათ უპასუხოთ. რომელიც პირობით ერთ-ერთი ამასთან აი ეს ვალდებული შესაბამისად რას ნიშნავს ეს? ვიცავთ თუ არ ვიცავთ ჩვენ, ანუ ჩვენ ეს პროცესი გავაჩერეთ, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია დაიწყოს.